როგორც ექიმს, როდის მოხვედით შეხებაში ეგრეთ წოდებულ საკვები დანამატებთან, ჩვენ ხარ შემთხვევაში ფუნქციურ პროდუქტებს ვეძახი და ამ განსხვავებასაც ალბათ იტყვით მერე, რატომ გადაწყვიტეთ რომ ეს პრაქტიკაში დაგენერგათ და რა განსხვავება მოგცათ ამან თქვენს პრაქტიკაში? 80-იანი წლებიდან უკვე საექიმო პრაქტიკა დავიწყე, ხო? იქიდან მოყოლებული ჯერ ბავშვებთან მქონდა საქმე, შემდგომ უკვე 21 საუკუნეში შეიცვალა ბევრი რაღაცა და ოჯახის ექიმის სერტიფიკატითაც მუშაობდი და ჩემი მასწავლებელი იყო პედიატრი პროფესორი ირაკლი ფაღავა, რომელმაც შემაყვარა მე აი ეს სფერო, მაშინ არ იყო ასე საკვები დანამატების სახელი არ ერქვა, მაგრამ მცენარეული ხალხური მედიცინა იყო საქართველოში ოდითგანვე და მისგან ძალიან ბევრი რეცეპტი ვიცოდი ისეთი, რომელიც მეხმარებოდა ძალიან პრაქტიკაში, რომ აი ბავშვებს, რომლებსაც ჰქონდათ დაუშვათ პრობლემები, ხშირად ავადობდნენ რაღაც, აი ამათთვის ჰქონდა ძალიან ბევრი რამე მისგან ნასწავლი და ამის მერე, რა თქმა უნდა, მერე განვითარდა ნელ-ნელა საკვები დანამატის სახით, თუმცა ამერიკაში ეს საკვები დანამატები 60-იანი წლებიდან უკვე კულტურის დონეზე განვითარდა საკვები დანამატების მიღება და როგორც ვიცი, ეს საკვები დანამატები თავიდან იყო შევსება რო ჭირდებოდა ორგანიზმს რაღაცა აკლდა საკვების დეფიციტის თუ რაღაცა მიზეზების გამო, ამიტომ ჭირდებოდა და ძალიან კარგ შედეგებს იღებდნენ და ამიტომ გავრცელდა ასე ამერიკაში და შემდგომ ამერიკიდან უკვე ევროპაშიც წამოვიდა და ნუ ეხლა აზიაზე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ აზიური მედიცინა ამ თვალსაზრისით ფაქტიურად დღესაც კი აი ამ საკვებ დანამატებზე კი არა, იმ მცენარეულა ესეთ ხალხურ მედიცინაზე ძალიან დიდი მიღწევები აქვს და სწორედ ასეთაც ჩვენ მუშაობთ დღეს. ეს არის დასავლური და აღმოსავლური მედიცინის მიღწევების შეერთება ამ სფეროში. ანუ ჰიპოკრატეს ფიცი იცით ხო ექიმებისთვის რა არის და ჰიპოკრატეს აქვს ასეთი ნათქვამი, რომ საკვები შენი იყოს წამალი შენი, ხო? შვენი ყოველდღიური კვებიდან მოდის ის პრობლემები, რაც შემდგომში უკვე ძალიან ისეთ რთულ პრობლემებში გადავყავართ, ხო? საკვები დანამატები იყო მანამდე, სანამ მედიცინა კიდევ უფრო წინარ წავიდოდა, ეს იყო ცალკე რკინა, ცალკე C ვიტამინი, ცალკე გამოყოფილი მცენარეებისგან, ხილისგან, ბოსტნეულისგან ისეთი ვიტამინები, მინერალები, რა ვიცი, ცილები, რომლებიც ორგანიზმს ასე დაეხმარებოდა, მაგრამ მედიცინა როგორც ვითარდებოდა, ისე ვითარდება აი ეს სფეროც, ხო, საკვები დანამატების და იქ ტექნოლოგიური გარღვევები როგორც მოხდა, ხო, ასევე ვითარდება ყველაფერი ამ ქვეყანაზე და სწორედაც რომ მოითხოვა საკვები დანამატებისთვის სულ სხვა ფუნქციის შეძენა და ეს მოხდა ფუნქციური პროდუქტების სახით, როგორც ვიცით, ხო, ერთი სისტემა არ არის დამნაშავე, როცა ორგანიზმში რამე პრობლემა ხდება. აქ არის ჩართული მთელი ორგანიზმი და ყველა სისტემა, როცა გულს და სისხლძარღვებს უჭერს იქ ტვინიც, ღვიძლიც, კუჭნაწლავიც, სხვადასხვა ორგანოები, ძვალსახსროვანი სისტემა, ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში და აი სწორედ საკვები დანამატები გადავიდა უკვე ფორმულებში, რომლებმაც მოიტანა ის, რომ ეს ფორმულები მუშაობდნენ მთლიანად ორგანიზმზე, ანუ მრავალი მიმართულებით და სისტემურად. ამ საკვებმა დანამატებმა შეიძინა მრავალფუნქციური თვისებები. ორგანიზმში მარტო დეფიციტის შევსება არ არის საჭირო, ხო? ჩვენ როგორც ვიცით, ეხლა ბევრი ვართ განათლებული, ორგანიზმის დაბინძურება რო ხდება, პირველ რიგში კუჭნაწლავის, მერე შემდეგ მთელი ორგანიზმის და ეს შხამები, ეს სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებები, ხო, ორგანიზმში მარტო ერთ ადგილას კი არ ლაგდება, ხო, ლაგდება მთლიანად მთელ ორგანიზმში, სხვადასხვა ორგანოებში და ეს იწვევს მერე ამ ორგანოების ფუნქციის მოშლას. ამიტომ არის საჭირო აი ეს მრავალფუნქციური პროდუქტები, რომ ერთდროულად იმუშაოს, ყველგან გააკეთოს დეტოქსი, ყველგან გააკეთოს შევსება. პატარ-პატარა ანთებები დამახასიათებელია, მცირე ანთებებს ეძახიან ამას მედიცინაში, რომელიც არ არის გამოვლენილი, მაგრამ ყველა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს და ეს მცირე ანთებები შემდგომში უკვე თუ არ მიაქცევ შენ თავს ყურადღებას, უფრო მძლავრ ესეთ ანთებებში გამოვლინდება და უკვე ქრონიკულ ანთებებში გადადის და აი ეს არის სწორედ ამ ფუნქციური პროდუქტების დანიშნულება, რომ გარდა ორგანიზმის შევსებისა სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით, ხო? გარდა იმ დეტოქსისა, რომ გაწმინდოს ორგანიზმი, გამოიტანოს ეს ყველაფერი, გარდა ამისა კიდევ იმუშაოს იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ არ არის გამოვლენილი, მაგრამ მიდის ჩვენს ორგანიზმში და ამას ქვია პრევენცია, ხო?
აი ზუსტად ეს მიკროანთებებზე მუშაობა არის პრევენცია და ამიტომ რომელ ასაკში შეიძლება რომ დაგეწყოს ეს, ხო, არა ვართ დაზღვეული, რომ ბავშვობის ასაკში დაგვეწყოს. რატომ უნდა დაანერგოს ადამიანმა და რატომ უნდა გქონდეს კულტურა, თუნდაც ფუნქციური პროდუქტების მოხმარები და ჯანსაღი ცხოვრების ხელ გასაგებია. იმიტომ რომ ხო შეიძლება გვისმენდეს ახლა 20 წლის ახალგაზრდა და ამბობდეს, რომ ის რა მე მაინც ჯანმრთელი ვარ და ამ ეტაპზე არ მჭირდება არაფერი, არანაირი კულტურის დანერგვა. ბავშვი რო იბადება, იქიდანვე იწყება მისი ორგანიზმის დაბინძურება და ბევრი რაღაცა გარემო პირობებიდან გამომდინარე, ხო? მერე შემდგომ უკვე ვირუსებთან შეხვედრა, ინფექციებთან შეხვედრა, რომელიც კვალს ტოვებს, შემდგომ უკვე ჰორმონალური ცვლა, როცა გარდამავალი ასაკია, ყველაფერი იცვლება ამ დროს და ორგანიზმს ძალიან დიდი დახმარება ჭირდება. შემდგომში უკვე არასათანადო მავნე ჩვევები, რაც აქვს ახალგაზრდებსაც და ძველგაზრდებსაც, ხო, ყველა ასაკში შეიძლება, იგივე ბავშვებშიც ჩვენზეა მშობლებზე დამოკიდებული, როგორ ვყვებავთ ბავშვს, რა გარემოში ვაცხოვრებთ, არის თუ არა ის პირობები, რომელიც საჭიროა ბავშვის ნორმალური ზრდაგანვითარების. ამიტომ ამ პროდუქტების მიღება, აი ამით მინდა ავხსნა, რომ ყველა ასაკში შეიძლება ბავშვობიდან თუ ამას კულტურას დავნერგავთ, შემდგომში ეს გამოყვება იმ ბავშვს უკვე მოზარდობაში, მერე მოზარდს გამოყვება უკვე შუა ასაკში და როგორც იცვლება ხო თაობები, ხო, აი ასე შეიცვლება ეს დამოკიდებულებაც. აქტიურად გამოდის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ინვესტირებას როგორც საკუთარ თავში, ჯანმრთელობის ინვესტირებას, ასევე ბავშვებში, ნუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ნერგავს ამის კულტურას, აკეთებს ინვესტირებას, ხო? ისე როგორც არის უშუალოდ განათლების ინვესტირება და ნებისმიერი სხვა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ხალხო, თამარ.